აი ესეთი საყვარლობა გამოვიდა ჯერჯერობით კიდევ სათამაშოებს ვამაგრებთ. მიყვარს ძალიან ესთვის და რაღაცას რო ყიდულობ და ძალიან ყურადღებით რო ყიდულობ და რო აკვირდებ მე როგორ ყოფილა წინ მიყიდიათ და რაღაცა და სახში აღმოჩენილ მიყიდე გაკეხილი ან რაღაცა აი ძალიან საერთოდ არ მაქვს ხოლმე და რაღაცა რომ მომწონს ამჟიტირდები ხოლმე და მე შეიძლება ესე იგი ახლა ნაძვისხეს რო ვაწყობთ, ხო ძალიან იშვიათად საუბრობთ. ხო. ხმა ხო არ ისმის ვიდეოში. სიმღერასაც ვერ ვადებ, იმიტომ რომ რავი, რამდენიმე სიმღერა დავადე, მაინც ბლოკავს YouTube-ი. აბა იქნება ჩემიდან გადმოგიხსნა ის ვიდეო, რაც მაქვს მუსიკა რაც მე მაქვს. აი ესე საყვარლობებია. აი ესენი ხო? როგორ ჭყვიალი. აი ესენი უფრო ჭყვიალია მგონი. ხო, და წითელიც. უკანა მხარეს არ ჩაგრეთ როგორც ცალიერია. მე დიდი ნაძვისხე რომ მქონდა. არ მქონდა ხოლმე სათამაშო და უკანა აი ესე დააფერი არ ეკეთა. ლურჯი ლამაზი ლურჯია. არა ლამაზია. ნაკლებად ჩანს წვანე, იმიტომ რომ ნაძვისხის ფერია. დასხა ფერები უფრო ჩანს. პატარაობაში როგორ გიხარო და გახსოვს აი ნაძვისხე სიმღერები და მთელი ამბები. ესე იგი სახში ნაძვისხეს რო ავაწყობდი. დედა ჩემი სულიდან ამბობდა აწყობს დაშლის 9-ჯერ გადაასხვაფერებსო. ეგრე ვიყავი მართლა ხან იქეთ ვამაგრებდი ხან ისე ხან ესე. მოგებართნან. აუ რამაზი გამოვიდა. ძალიან კარგი. ყველაზე კარგი დრო შევარჩიე ნაძვისხის ასაწყობად. აი ეხლა ავაწყობ, აბა ეხლა ავაწყობ და თორმე აი ძალიან მიხარია რომ ერთად ავაწყობ. მეც მიხარია ძალიან. თურმე ამდენი ხანი იმიტომ არ შევხვდით ერთმანეთს რომ ნაძვისხე უნდა აგვეწყო ერთად. კიდევ ერთ ჩანს. ორი. ისინი ადრენეც ვიყიდე. მე არ ვიყიდე. მომწონს ესეთი ზომა. აი დიდი ჩემი რო არის. ის მომწონს რომ არ მოხდე, ანუ ეგეთი როა როგორიც არის, იმიტომ რომ იმ ხელა რომ მოხდო, რა ვიცი მე. ძალიან ის არის. ეს კაი ზომაა. მე ბავშვები რო გაიზრდებიან პატარებს დავდგავ ხოლმე მე ვაფშე ხელებს. ლამაზია, როგორ ხდება? ყოლკოლეთე, ესე ხო, აი ეს. ალა შემოახმო. არა, დაშვა როგორ რაღაცნაირია რა, აი არასდროს არ მიყვარდა. ეს წელს მარტამდე მეკ. აბა არ შეიძლება არ გადააცილო. აწყობით სულ აწყობის ისიც ხო აქვს? ხო. ამ დღეს დააწყობ. მაგრამ აწყობით სულ ეგრევ აწყობდია დაშლაზე, მაინც ეგრევ შლიდით ჩვენთან სულ. თან დეიდა ჩემი იქიდან დეიდა ჩემი ვაფშე სულ სხვა რა. ძალიან
თბილი და ყურადღებიანია, მაგრამ რაღაცეებში განსხვავებულია დედაჩემისგან ბევრი რამის. ბლინის თაფით გავსვავს რაღაც ბლინის ისე. საახალწლო სკოლაში დააბარეს და ხო. ერთი ღამე მაგერებს ვაკეთებ. თან ანუ ისე მხიარულად და ისე განსაკუთრებით ერთი ის არის ლეილა. ხო, ჩემი ხილი მაყურებელი და მარი ჩემ ბავშვობას მახსენებსო განსაკუთრებით მიყვარს. ცანცარა ბავშვი და რაღაცა, მაგრამ აი მეგობრებთან ერთად რო ვარ. აუ მეგობრებთან უნდა იცანცარო, აბა ეხლა სერიოზული. ნახეთ რა საყვარლობა. მუსიკა მომიდა. ვარსკვლავი ბოლოს დაამშვენებს. ხო. და მე მგონია რომ ეხა ეს წვიმა საერთოდ არ არის საჭირო. ხო. ულამაზესია. შიგნით ფერადი განათებები და ძალიან უხდება სხვათა შორის ორივე როა. გარეთ თეთრი. ხო. აი მე ამფრთხილებით და გიგონება ისინია. ფრთხილებით უჭირს ფანტების დამაგრება. ზედაპირსაც უდაო. აბა როგორ მოგწონს? ულამაზია. ვაუ. ულამაზესია. ხო, ცინციმა უფრო უხდება. ხო, ანუ ის შემოაქ. განწყობ. აი ეს. ძალიან კარგია და ვიდეოში უფრო ლამაზი მოჩანს. არა, ისაც ლამაზია, მაგრამ ვიდეოში. ოღონდ ჩამქრალზე კიდევ უფრო ლამაზ ნახე. აი, უკვე შემოაქ განწყობა. ძალიან კარგი გამოვიდა. ვარსკვლავი რა? რა? ნინი რასაკეთებ? საჭმელს ვიძახე. ამდენი ტკბილეული მომიტანა, ნახეთ. და კიდევ შაურმას იძახებს. ეგ ტკბილეულია და შაურმა ეს არის. პადიეზდი და ეგენი არა, მაგრამ ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. ჯერ კიდევ წინ გვაქვს დრო. კი. ნაძვის ხეც ულამაზესია. ძალიან ლამაზია. ესე იგი მთხოვს პადიეზდი მიუთითეო და რა მიუთითო, რა მეჩაწერეო. ნინიმ შეუკვეთა შაურმა. და ეხლა ავიტან და უნდა მივირთვათ გემრიელად. გავაცილე ნინი და ამოვედი სახლში. ესე იგი გარეთ ისეთი ქარია, რომ გავიწეწეთ. სანამ წავიდო და სამების ტაძარში წავედით, იქაურობაც მოვინახულეთ. ახლოს არის ძალიან ჩემთან კი იცით ეგ. და მერე გავაცილე მეტრომდე. და აი ესეთ რაღაცას ვეუბნები, რომ ფსიქოლოგიის ლექციის ბოლოს, ესე ვთქვათ, ლექტორი სულ გვეკითხება, რომ აბა როგორ ხართ, რა ეს დაგჩათ, ესე ვთქვათ, რა წარმოდგენა დაგჩათ დღევანდელი ლექციის შემდეგ, როგორ გრძნობთ თავსო. ანუ ეს რაღაცას გვეკითხება სულ ფსიქოლოგიის ლექტორი და ნინის ვეუბნები, რომ აბა შენ როგორ გრძნობ თავს, როგორ მოგეწონა დღევანდელი შეხვედრა და მართლაც თითქმის მთელი დღე გავატარეთ ერთად და ჩემთვის იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ წლებია ნინის მაყურებელი ვარ
ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის, იმიტომ რომ მისი ვიდეოები არის ჩემი ყოველდღიურობა. მართლა დღე არ გავარო, მინიმუმ 10 წუთი მაინც არ უყურო ნინის ვიდეოს. თუ სიტყვაზე ახალ ვიდეოს არ დადებს, ყოველთვის ძველს ვრთავ ხოლმე და ვჭამ თუ სვავ თუ სახლს ვალაგებ, ყოველთვის ნინის ვიდეო მაქვს ხოლმე ჩართული და თავიდან მართლა ძალიან მორცხვად ვიყავი. ჩემი ესე ვთქვათ მინუსი არის ეგ, რომ ადამიანთან კი ეხლა ძალიან ხშირი კონტაქტი გქონდა, ისიც უყურებდა ხოლმე ჩემს ვიდეოებს, მეც უყურებ ნინის ვიდეოებს, მაგრამ მესენჯერშიც ძალიან ხშირად ვმესიჯობდით ხოლმე, რამდენი რამე რჩევა დამჭირდებოდა, ყოველთვის ნინის ვწერდი და არ არსებობდა საკითხი, რომელშიც არ შეეძლო ესე ვთქვათ რჩევა მოეცა და ძალიან ესე ვთქვათ ონლაინ კომუნიკაცია გქონდა რა, ძალიან ახლო, მაგრამ ეს რეალურად პირველად რომ ვნახე ახლოდან ძალიან მორცხვად ვიყავი. ეგ არის ჩემი მინუსი, რომ ადამიანის ეგრევე ვერ ვეგუები რა ამ სიახლეს პირველ შეხვედრას, მაგრამ თუ ადამიანი ესე ვთქვათ მომეწონა და თუ ნამდვილად ჩემია, ძალიან მალევე ვუმეგობრდები ესე ვთქვათ და ახლოს ვუახლოვდები რა. ხო და ძალიან კარგი დღე გამოვიდა, თავიდან ძალიან მორცხვად ვიყავი და მეც დისკომფორტს განვიცდიდი და ნინიმაც მითხრა ეგ წასვლის წინ, რომ თავიდან რომ მორცხვად იყავი, რაღაცა არასასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, ეგრეა, მაგრამ მერე და მერე ისე გავიხსენი, რომ მართლაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს უკვე ბოლო პერიოდში რა, დღის მეორე ნახევარში და ძალიან სასიამოვნო დღე გამოვიდა, მართლა ესე ძალიან კარგი იყო. უბრალოდ რომ მომწერა რომ მეტროდან ამოვედიო, მეთქი დამელოდე და 5 წუთში მან ვართქო და მომწერა რომ შენ ხო ჩამოსასვლელად 10-15 წუთი გჭირდებაო და მითხარიო საით წამოვიდე და გზაში შევხვდებიო და აუხსენი, მეთქი აქეთ წამოდითქო და ძალიან ჩქარა ჩავედი დაბლა. ერთი სული მქონდა, როდის შევხვდებოდი რა და იმდენად მართლა ხო ვიცი, რომ ეხა წინ უნდა შემხვდეს ნინი და ესე მივდივარ პირდაპირ, გვერდი ჩაბუარე და მოვიდა და ბაჩო და ჩავეხუტეთ ერთმანეთს რა. ხო და ძალიან სხვანაირია რა, რეალურად კამერაში ალბათ კი არა და რა თქმა უნდა მეც ეგრე ვარ, კამერა ხო ადამიანს სულ სხვანაირს აჩენს. ხმაზეც, ხმაც მე რო ჩემს ვიდეოებს ვამონტაჟებ და რო ვუსმენ, რეალურად სულ სხვა ხმა მაქვს, კამერაში სულ სხვა ხმა მაქვს და კამერაში სულ სხვანაირიც ვარ ალბათ. ეხა ჩემ თავს მე ვფიქრობ, რომ იგივე ვარ კამერაში, რაც იგივე ვარ რეალურად, რაც კამერაში, მაგრამ ხმის სხვაობა ყველაზე მეტად შეინიშნება კამერასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ეგრე იყო ხმაზეც, ნინის ხმა სულ სხვა იყო ჩემთვის ვიდრე კამერაში და რეალურადაც სულ სხვა იყო. ეს რომ რამდენჯერმე გაუმეორე, მეხუმრებოდა, რომ ეხა ესე მგონიაო, რომ კამერაში უფრო კარგი ვარ და რეალურად ცუდი ვარო, მაგრამ ეგრე მართლა არ არის. როცა ადამიანთან მორცხვად ვარ და საუბარი მიწევს, ეს ტუჩები მითამაშებს რაღაცნაირად სიმორცხვისგან და ხმაზეც მეტყობა ეს ხმაში კანკალი რაღაცნაირად. ხო და თავიდან მართლა ეგრე ვიყავი, მორცხვად რო ვიყავი თავიდან, ესე ტუჩები მითამაშებდა, მაგრამ მერე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. მართლა წლებია უკვე ჩემი ოცნება იყო, რომ ნინი კვირიკეს ჩავხუტებოდი და ნახვის დროსაც ჩავეხუტე და დამშვიდობების დროსაც ჩავეხუტე, ძალიან კარგი დღე გამოვიდა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მიხარია, რომ
ანუ რაც ნინისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მიხარია რომ ანუ როგორიც კამერაში ხარო, ეგეთი ხარ რეალურ ცხოვრებაშიც, რა ეგ წარმოდგენა დამრჩაო. იმიტომ რომ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც კამერაში სულ სხვა როლს ირგებს, სულ სხვა სახეს ირგებს, ესე ვთქვათ და რეალურ ცხოვრებაში ვაფშე სხვაა რა. ანუ კამერის წინ შეიძლება ადამიანი იყოს ხელოვნური და მე მიხარია რომ კარგი წარმოდგენა დარჩა ნინის და ესე ვთქვათ ერთმანეთის იმედები არ გავაცრუეთ. აი ესეთი მშვენიერი დღე იყო, ძალიან დასამახსოვრებელი.